გამარჯობა. ვინ არის ქეთა? არის გოგონა ცოტა სევდიანი. შეიძლება იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში იყო რაღაცა ისეთი ტკივილად გადავიტანე. რა ფერია შენთვის სევდა? არ მინდა შავი იყოს. ვიქნებოდი წარმატებული ხალი, ჩემთვის ოცნება იყო, რომელზედაც მიზანი დავსახე. წლამდე ბათუმში ცხოვრობდი. იქ ბებოს სახლი, სადაც ცხოვრობდი. დღემდე არის ჩემი ბავშვობის ნაჩნიკი. ბებო მომიტანა. როცა შენი წიგნი ნახე, ერთ მსახიობს გავხარო, ჯინას, ლოლი ბრიჯიტა. მომენტში რატო ვიქნები? ჩემ ცხოვრებაში იყო აგიკარგავს საკუთარი თავი? არანორმალური. ხოლმე ერთხელ მქონდა და მინდა გითხრა. ჩვენი ინტერვიუ მოიცავს ცოტა ღრმა საუბრებს რა და ცოტა სიღრმეში წავიდეთ. ანუ სიცრუის დეტექტორიას აი რა მითხარი. ვიღაც ვერ გადაარჩი. მაქსიმალურად ვეცადე რომ გადამირჩინა შევძელი სამწუხაროდ. ძიმე განცდა. და ვადანაშაულობ ნეტა მეთქი არ დამეჯერებია მისი კუდელს კიდევ წინ ვერ აღუდგებით. ხედავთ იმისა რომ მე და შენ კარგი მეგობრები ვართ ეს ისტორია არ ვიცოდ და ვიყავი. ღამის 2 საათზე ვტიროდი. ქეთა დაგიკარგავს მეგობარი? გამიკარგავს მეგობარი. რავი ალბათ 15 წელი რომ ვიყავით ღამის 3 საათზე. ავდექი შემდეგ ამ ყველაფერს ვნანობ. მეგობრობაზე ვსაუბრობ და მოვიდა ჩვენი 4 მეგობარი. მასე მოიმაშავე. აი, გიყვარს? ძალიან. იმიტომ რომ მეორე ძაღლი მყავს სახში და ერთი კატა. ასე რომ ძალიან მიყვარს ცხოველები. ისე რა მაგარია მეგობრობაზე ვსაუბრობდით და ჩვენი 4 მეგობარი მოვიდა. ძალიან შეყოლაღე გადავიდა. როცა რაღაც თავდება ცხოვრებაში. ადამიანები, გამსახური, ჩვენი თავის წინა ვერსია. რა ხდება მე? როდესაც რაღაცა თავდება ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ იწყება ახალი.